კლინიკა ფერომედი ISO სერტიფიცირებულია სამედიცინო დაწესებულებამ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტი ოფიციალურად მოიპოვა. ეს ხას უსვამს, რომ ფერომედში უზრუნველყოფილია პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, პირველადი დახმარებისა და რეაგირების ეფექტურობა, სრუნვა განვითარებასა და სერვისების გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ ISO სტანდარტების დანერგვა განვითარებადი პროცესია ორგანიზაციული სრულყოფისკენ. როგორც ფერომედის დირექტორი კოტე ქავთარაძე ამბობს, კლინიკაში ყველაფერი გაკეთება საიმისოდ, რომ ეფექტური იყოს პაციენტთა მომსახურება და შედეგიანად იმართოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები. ჩვენი სამინისტროს მიერ, რომელიც განსაზღვრავს ჯანდაცვის პოლიტიკას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში, წელიწადნახევრის მანძილზე დაახლოებით უნდა გაევლო გარკვეული ორგანიზაციებთან ეს მზადების პროცესი და დაენერგა გარკვეული სტანდარტები, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების ხარისხთან, ავადმყოფის უსაფრთხოებასთან და იმ გარემოსთან, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაიწყო იქავე ჩვენთან კონკრეტულად აქ ეს მოიცავს ძალიან მრავალფეროვან მრავალსახამიდგომას, ასე ვთქვათ, ანუ ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული პაციენტთან, ეს არის გარემო, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის ექიმი, სანიტარი, ექთანი, მათი ურთიერთქმედება, ეს არის მომწოდებელი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ეს არის პროცესების ერთობლიობა, რომლის სტანდარტი მოწოდებული იქნა მათ მიერ და საფეხურებით ნელ-ნელა გავლილი იქნა და დაძლეული იქნა ეს პროცესი. პროცესი არის გაგრძობადი, ანუ ეს არ თავდება ერთჯერადად. წელიწადში ერთხელ ის აკრედიტაციის და ISO სერტიფიკატის მომნიჭებელი ორგანიზაცია მოდის გარკვეული ჯერადობით 2 წლის მანძილზე, ამის შემდეგ და დაწესებულება ვალდებულია ის პროცესები იმპლემენტირებული იქნას ყველა რგოლამდე და ყველა რგოლის პასუხისგებლობა და მოვალეობა იქნას ამაღლებული იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურებების ხარისხი იქნას ამაღლებული, დაცული იქნას პაციენტის ღირსება, უსაფრთხოება, გაწეული იქნას მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და სხვა ბევრი კომპონენტი. ჩვენ ასე ვთქვათ, ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ მაინც დავძლიეთ ეს ყველაფერი და ამჟამად ვართ მფლობელი და დავრჩით სახელმწიფო პროგრამაში. იმედია ჩვენი კოლექტივი მომავალშიც იმ ეტაპებს, რომელიც დასაძლებია გადალახავს და ზესტაფონს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ექნება საერთაშორისო სერტიფიკატის და აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულება.